ყველა მიცის საქართველოში დვალიშვილი ვინ არის? არიან ესეთი ტიპებიც. მაიცა ჩემი ძმა. შენ ვაფშე რა თემაში ხარ? და ზოგი კიდევ თლად ესე იცნობს. მოდი მაგრად მიყვარხარ ჩემო ძმა. მე კი არა, ვისაც შენ არ უყვარხარ, მის დედა შევეცი. მაგრამ ვინც ცოტა ოდნავ მაინც აზრზეა შერეული ორთაბრძოლების, იცის რომ მერაბი არის UFC-ის ჩემპიონი. ანუ ამ მომენტისათვის მერაბიზე მაგარი მებრძოლი მსოფლიოში არ არის. 18 იანვარს კი მერაბი დაიცავს თავის ტიტულს უმარ ნურმაგომედოვთან. ბოლო მაგათი შეხვედრა არც თუ ისე კარგად დამთავრდა. შენ ბიჭო ნაგავი ხარ, ნაგავი. ჩემ პატივისცემას საერთოდ დაკარგე. ნამდვილი კაცი არ ჭევრაობს ინტერნეტში, გაიგე? რა თქმა უნდა, მთელი საქართველო დვალიშვილს ქომაგობს, მაგრამ არიან ისეთი ტიპები, რომლებიც იძახიან, კი ქომაგობ, მაგრამ არ ამგონია რომ მოუგოს, შეხედეთ, უმარი რა მაგარი ძლიერი ბიჭი არის. არიან ისეთი ტიპებიც, რომლებიც იძახიან, რომ უმარს თავის ბიძაშვილმა ჰაბიბმა მოუწყო ეს ბრძოლა და პირდაპირ ჩემპიონს ახვედრებენ. მერაბის და უმარის შორის პირადულში მე არ ჩავერევი ეს მაგათი საქმეა, მაგრამ დღეს მინდა გაგაცნოთ თუ ვინ არის უმარ ნურმაგომედოვი და როგორ მოვიდა ამ ბრძოლამდე. დანარჩენი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ეკუთვნის თუ არა მას ბრძოლა ტიტულისთვის. იქამდე კი მე ჩემს უკანასკნელ $100 მერაბიზე ვდებ, მერაბ, იცოდე უმუშევრად ვარ დარჩენილი და ეხლა საჭმის გარეშეც არ დამტოვო. გაიმზადეთ საჭმელი, როგორც ჩემი ერთ-ერთი გამომწერი აკეთებს, იქამდე გამოიწერეთ არხი, მე კიდევ ვიწყებ. ნურმაგომედოვი დაიბადა 1996 წელს დაღესტანში. ბავშვობიდანვე აქტიური იყო და ჯერ ვარჯიშობდა თავისუფალ ჭიდაობაზე და მერე მუაი-თაიზე, ანუ ტაილანდურ ბოქსზე. ეს იგივე კიკბოქსინგია, უბრალოდ აქ იდაყვებით და მუხლებით დარტყმებით მოსულა, ასევე კლინჩში შესვლაც. უმარი ბავშვობიდანვე თავის ძმასთან ერთად ვარჯიშობდა მომავალი შერეული ორთაბრძოლების დაღესტნელ ჩემპიონებთან. მათ ყველას უმარის ბიძა აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ავარჯიშებდა. ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც უამრავი თაობა აღზარდა ჩემპიონებად. მათ შორის საკუთარი შვილი UFC-ის ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი, ასევე UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი. სხვათა შორის უმარის ალალი ძმაც, უსმან ნურმაგომედოვი, შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონია. მის ანგარიშზე 19 გამარჯვება პროფესიონალურ MMA-ში წაგების გარეშე. უსმანი ჩხუბობს ბელატორის ორგანიზაციაში და იქ მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც უკვე 3-ჯერ დაიცვა თავისი ხამარი. ვიდეო ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ უმარი MMA-ში მოყვარულებში ჯერ რუსეთის ჩემპიონი გახდა და შემდეგ სამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. თავის პროფესიონალურ კარიერაში, სანამ UFC-ში მოხვდებოდა, უმარმა 12 შერკინება მოიგო. აღარ ვისაუბრებ ყველაზე, ვისაც მან მოუგო, გეტყვით, რომ ამ 12 გამარჯვებიდან 6 იყო მსაჯების გადაწყვეტილებით, 5 საბმიშენი და 1 ნოკაუტით. ამ სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ძირითადად უმარი ჭიდაობს, თუმცა რომ გადახედოთ მის ბრძოლებს UFC-მდე, მიხვდებით, რომ ფეხსაც ძალიან კარგად ხმარობს, ეთყობა მუაი-თაის სკოლა მებრძოლს. 2021 წელს უმარი აფორმებს კონტრაქტს UFC-სთან და ხვდება სადებიუტო ბრძოლაში UFC-ში ახალბედა სერგეი მოროზოვს. დაღესტნელმა ჯერ თავისი ოპონენტი ფეხებით დაცხრილა და შემდეგ დაახუჭინა თვალები მახრჩობელათი. სხვათა შორის უმარის დებიუტი ძალიან გავდა ჰაბიბის დებიუტს UFC-ში. მანაც თავისი პირველი ოპონენტი დაახრჩო ოქტაგონზე. ამასობაში ამავე 2021 წელს დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა, სადაც გაანადგურა მარლონ მორაესი. 2022 წლის მარტში ნურმაგომედოვის შემდეგი მეტოქე იყო ბრაიან კალახერი, რომელმაც 24 ბრძოლა ჩაატარა პროფესიონალებში, საიდანაც 16 ბრძოლა წაგებით დაასრულა. არც თუ ისე საამაყო რეკორდია დამეთანხმებით. პირველივე რაუნდში უმარმა 1-2 ეფექტური ფეხი გაისროლა ზუსტად მიზანში და სანამ ეს რაუნდი დასრულდებოდა, თავისი მეტოქე ზურგიდან დაახრჩო, რითიც მეორე ბრძოლა ზედიზედ მოიგო UFC-ში. ამავე წლის ივნისში ნურმაგომედოვი ოქტაგონზე ხვდება ნეიტ მანეს. UFC-ში ამ მებრძოლმა მაგ დროისათვის 3 შეხვედრა ჩაატარა და 3-ვე მოიგო. ეს ბრძოლა აშკარა უმარის დომინაციით წარიმართა. აქაც დაღესტნელი ხშირად იყენებდა ფეხებს და ცხრილავდა დისტანციაზე მეტოქეს. ასევე არ ივიწყებდა ტრადიციებს და პარტერშიც ბევრად აღემატებოდა ნეიტ მანეს. საჯების გადაწყვეტილებით უმარმა ეს ბრძოლა მოიგო, რითიც გაიფორმა მესამე გამარჯვება UFC-ში და მე-15 პროფესიონალურ კარიერაში.
პარალელურად ამავე წელს კი დვალიშვილი ხდება ლეგენდარულ ვეტერანს ჟოზე ალდოს. ალდო ისეთ სერიოზული მებრძოლია, რომ მასზე აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს. მარტო UFC-ში ბრაზილიელმა ორჯერ მოიგო ტიტული და 7-ჯერ წარმატებულად დაიცვა წარსულში. ქართველმა ეს ბრძოლა მოიგო იმის მიუხედავად, რომ ალდო გაურბოდა ტეიქდაუნებს. დვალიშვილი მართლაც მანქანასავით იქცეოდა, მუდმივ წნეხში ყავდა ოპონენტი და აგრესიულად აკონტროლებდა მთლიან ბრძოლას, რაც აისახა საბოლოო ჯამში მსაჯების გადაწყვეტილებაზე. ეს ქართველის მერვე გამარჯვება იყო UFC-ში ZDZ. უმარი 2023 წელს კი მართავს თავის მეოთხე ბრძოლას რეიონი ბარსელოსის წინააღმდეგ, რომელმაც UFC-ში 8 შერკინებიდან 2 წააგო. ამ შერკინებაში დაღესტნელმა თავისი პირველი ნოკაუტი გაიფორმა UFC-ს ფარგლებში და პირველივე რაუნდის ბოლოს გათიშა თავის მოწინააღმდეგემ. ამავე წელს კი დვალიშვილი ხვდება კიდევ ერთ UFC-ს ყოფილ ჩემპიონს და უმაგრეს მებრძოლს პიოტր იანს. ამ ბრძოლაზე და ზოგადად რადონის მებრძოლთან ჰქონდა ჩხუბი ქართველს, მაქვს ვრცელი და ძალიან საინტერესო ვიდეო, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ჩემს არხზე. იქამდე გეტყვით, რომ ქართველმა ამ მებრძოლსაც მოუგო მსაჯების გადაწყვეტილებით და ZDZ მე-9 გამარჯვება გაიფორმა UFC-ში. Your winner by unanimous decision, Merab the Machine Dvalishvili. 2024 წელს უმარ ნურმაგომედოვს გალიაში შეუგდეს ნიგზატ ალმახანი, რომელიც პირველად გამოდიოდა UFC-ში. ახალბედა მებრძოლმა დაღესტნელს პირველივე წამებზე პრობლემები შეუქმნა და უძლიერესი დარტყმით გაუშვა ის ნოკდაუნში. თუმცა უმარმა უშველა თავს პარტერში, დანარჩენი 2 რაუნდში უმარი უფრო დომინირებდა. აშკარად ნურმაგომედოვების სკოლა ჭიდაობაში მას ამ ბრძოლაში გამოადგა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაღესტნელმა ეს ბრძოლა მოიგო. მერაბ დვალიშვილს კი თლათ ესეთი გამოუცდელი მებრძოლები ვინ აღირსა. 2024 წელს ქართველს ახვედრებენ მორიგ UFC-ს ყოფილ ჩემპიონს 2 წონითი კატეგორიაში, ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში ჰენრი სეხუდოს. აქაც ქართველმა ყველა გვასახელა და აიკიდა მხარზე ოლიმპიური ჩემპიონი. დვალიშვილმა ZDZ მე-11 გამარჯვება მოიპოვა და მე-3 ყოფილი UFC-ს ჩემპიონი გააფორმა თავის ქელეხის სიაში. For the winner by unanimous decision, Merab the Machine Dvalishvili. სეხუდოს და დვალიშვილის შერკინებაზე ვრცელი ვიდეო მაქვს არხზე. მერწმუნეთ, როცა გაიგებთ როგორ გახდა ჩემპიონი ჰენრი სეხუდო და რა დონის სპორტსმენია, დვალიშვილს ორჯერ უფრო მაგრად დააფასებთ. ამავე წლის აგვისტოში კი უმარს როგორც იქნა შედარებით სერიოზულ მეტოქეს ახვედრებენ ოქტაგონზე კორი სენთჰეგენის სახით. კორიმ 2021 წელს პიოტր იანთან წააგო თითქმის თანაბარ ბრძოლაში. თან ეგ სატიტულო ბრძოლა იყო. მაშინ იანმა და კორიმ კარგი ჩხუბი შემოგთავაზეს. ეხლა თქვენ ხედავთ კადრებს ამ ბრძოლიდან და მინდა შეადაროთ მერე უმართან ბრძოლას, რადგან სენთჰეგენს იანმა მოუგო და იანს დვალიშვილმა მოუგო. რომ დააკვირდეთ ბრძოლა სენთჰეგენს და უმარს შორისაც ძალიან გავდა პიოტր იანთან ჩხუბს. უბრალოდ ნურმაგომედოვი მეც ჭიდაობდა და ამიტომ კონტროლის მეშვეობით მოიგო ეს ბრძოლა. ეხლა შედარებისათვის ნაჩვენები მაქვს ამ ბრძოლის საუკეთესო მომენტები და თქვენ თვითონ გამოიტანეთ განაჩენი. მე ვფიქრობ, რომ იანმაც და უმარმაც თანაბარ ბრძოლაში მოუგეს სენთჰეგენს. დვალიშვილმა კი იანს მოუგო, როცა ის საუკეთესო ფორმაში იყო. ეს უმარ ნურმაგომედოვის ბოლო ჩხუბი იყო 2024 წელს და მან მე-6 ZDZ გამარჯვება მოიპოვა UFC-ში. დვალიშვილი კი ამავე წელს სექტემბერში კიდევ მორიგ UFC-ს ჩემპიონს ხვდება შონ ომელის უკვე სატიტულო ბრძოლით.
მოკლედ კაცმა გადაუარა მთელი ამ დივიზიონის ელიტას და მოიგო ეს ბრძოლაც, რომელზეც ცალკე ვიდეო მაქვს გაკეთებული ძალიან საინტერესო, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე. ეს ქართველის მე-11 გამარჯვება იყო ზედიზეც, სადაც მან 3 ყოფილი UFC-ს ჩემპიონიც ემა და მე-4 მოქმედი ჩემპიონიც ზედ დააყოლა. უმარს რაც შეეხება, მართლაც კაი მებრძოლია, ჭიდაობასთან ერთად დგომშიც კარგად მუშაობს, მაგრამ მას მერაბთან შედარებით არ უჩხუბია ელიტასთან. თუ შევხედავთ უმარის ბრძოლას სენთჰეგენთან, რომელსაც დაახლოებით პიოტր იანევით მოუგო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იანი და უმარი ერთ დონეზე არიან. მერაბი კი იანთან გამარჯვება მოიპოვა. ლოგიკურია, რომ 18 იანვარს ქართველი დაიცავს თავის ტიტულს და მოუგებს ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვს. თან დვალიშვილი სენთჰეგენთან შედარებით ბევრად გამძლეა და ბევრად არაკომფორტული მოწინააღმდეგეა უმარისთვის. ჩემი აზრით, ქართველი დაახლოებით ისე მოუგებს, როგორც მოუგო სეხუდოს. სეხუდო კი უმართან შედარებით UFC-ს ყოფილი ჩემპიონია 2 წონითი კატეგორიაში და პლუს ამას ოლიმპიური ჩემპიონია ჭიდაობაში. მე მგონი ცოტათი მაინც გაგარკვიეთ, ვინ არის უმარ ნურმაგომედოვი. მე პირადად როგორც ქართველი ვხომაგობ დვალიშვილს, მაგრამ რაციონალურადაც რომ ვიმსჯელოთ, უპირატესობა მაინც მერაბის მხარესაა. მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ და როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. მე კიდევ ამით გემშვიდობებით. Tradicji